პრაღაში ჩვილები ტელეანძაზე დაცოცავენ. იცოდი ამ 5 უცნაური ქანდაკების შესახებ? ეს არის სატელევიზიო კოშკი, რომელზეც უსახური ბავშვები მიცოცავენ. ეს ქანდაკება ჩეხმა არტისტმა დევიდ ჩერნიმ 2000 წელს შექმნა. გიგანტურ ჩვილებს სახეების ნაცვლად ბარკოდები აქვთ, რაც საზოგადოების დეჰუმანიზაციას, ტექნოლოგიების გავლენას და გენეტიკურ манипуляციებს გამოხატავს. ჩამოკიდებული ზიგმუნდ ფროიდი. იცოდით, რომ პრაღაში ხალხი ხშირად პოლიციას ურეკავდა, რადგან ეგონათ ადამიანი შენობიდან ვარდებოდა. ეს ქანდაკება ზიგმუნდ ფროიდს ასახავს. მისი ავტორიც დევიდ ჩერნია. მისი იდეა იყო, რომ ეჩვენებინა ადამიანის შიში, გაურკვევლობა და კითხვა, გადარჩება თუ დაეცემა. მოძრავი კავკას თავი. ეს არის ფრენც კავკას მოძრავი თავი, 52 მეტალის ფენით, რომელიც მუდმივად ტრიალებს და ყოველწამს იცვლის ფორმას. ზუსტად ისე, როგორც კავკას დამაბნეველი სამყარო. შარდავი კაცუნები. ცოტა უცნაური და სასაცილო ქანდაკება, ორი კაცუნა, რომელიც დგას ჩეხეთის რუკაზე და ზემოდან აფსავენ. ამბობენ, რომ ეს ჩეხურ პოლიტიკასა და საზოგადოების აბსურდულ მხარეს დასცინის. ამოტრიალებულ ცხენზე მჯდომი ვაცლავი. ქანდაკებაზე ჩეხეთის მეფე წმინდა ვაცლავი ზის, ოღონდ ცხენი თავდაყირა კიდია ჭერიდან. ჩერნის იდეა იყო ეჩვენებინა, როგორც შეიძლება გმირების კულტი აბსურდამდე მივიდეს. კომენტარებში დაწერე, რომელი ქანდაკება იცოდი ან რომელი ჰქონდა ნანახი. ასევე არ დაგავიწყდეს ჩემი გვერდის გამოწერა, რომ არ გამოგრჩეს მეტი საინტერესო ვიდეო.